მადლობა დილ მშვიდობისა ყველას. დღესაც აივნიდან ვიწყებ ვლოგს. მე რა ვიცი, გადიხარ. და მაინონია. დღესაც აივნიდან ვიწყებ ვლოგს. ყავა უკვე დაბლიე მე ძალიან სისხლდილით. სანამ შენ გეძინა, ვაჟ ბატონო. მე კიდე მინდოდა, მაგრამ არ მახსოვდა არავინ. ხალხ. მარტომ გაგაღვიძა ხო? ლაშა ეხლა სოს ყავას. აივანზე ცივა. გამინდებია, საფხული მოვიდა და კიდე სიცი. ხო, მართლა მაისია. ხალხო. თითქოს მარტია. სიგრძნობა. მაისი. ხო და ციცივეა. მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად გამოვდივართ აივანზე. ეხლა გვაქვს რა ვქნა. ხო, მაგრამ შენ შეგცივდება ესე. უნდა ჩაიცვა. როცა არ გქონდა მაშინ ყოველ გამოვდივართ, აციცივში, აციცქში. ოკეი. ეხლა გვაქვს და გვიხარია. არის საშუალება. აუმართა სულ ვოცნებობდი აივანზე. მაიკომ დამწერა ძალიან მომწონს შენი აივანიო და მართლა ძალიან ის არის კარგია რა. განსაკუთრებით ზაფხულში ძალიან როცხელა საღამოობით. კარგად რო გადგას მზე. გარეთ გემრია. ნახე როგორია ეს ღრუბელია. ნახე რა უცნაურად არის ღრუბელი. ეხლა მთები გამოჩნდა, ისე დილით არ ჩანდა საერთოდ. ეხლა გამოჩნდა და აი აქ შეიქუჩა ღრუბლები. ნახე, ჩვენი ანძაც გამოჩნდა ცოტა ისე ბუნდოვნად, მაგრამ მაინც. ანდახან საერთოდ არ ჩანდა. ისეთი ლამაზი კადრია. შარეცხი დღესაც ვერ უნდა გავაცხო. ტრანსფერს ხავს საერთოდ და. არა, დამიგროვდა უკვე. და იყოს ეგ. ისე თუ არ იწვიმებს და უბრალოდ ღუბლიანი ამინდია, შეიძლება რომ გავაცხო. ზოგადადაც მაგარეს ხოს თავიდა და. აგდე ვი ჩაიცო. 10 ჯერ, 20 ჯერ, 100 ჯერ და მე გადააყენე. ახალს იყები. ორი წიდის უძროს შეიცო. პრობლემა. ჭურჭლის პრობლემა მომეხსნა. ჭურჭელს აღარ ვეცხო, ხო სარეცხვის ისიც გინდა მომეხსნა. კარგაბო. ეს აღარ ვეცხო. ჩვენ ყველამ თითო-თითოებში დავისაკუთრეთ. და მართებს ჯამ. ჩვენია რა მნიშვნელობაა. გარეცხავე გაიცა. ხო და მოკლედ ეს. ეხლა ნახე რომ უყურებ დილით მეც. დილითაც ბევრი ვარჯიშობს, იცი? ხო. ეს კარგია. ეგ მართლა საინტერესოა და დილით პროცესები თუ საღამოს. მოგონი საღამოს. ისე ხო დაწერეთ ვინც იცით დილით ჯობია ვარჯიში თუ საღამოს. მე გამიგია რომ საღამოს უფრო ეფექტურია რა. გახდომისთვის ხო? არ ვიცი გახდომისთვის ზოგადად რომ რაღაცა შეერგოს ორგანიზმს და კარგად მიიღოს რა ის დატვირთვა. დილით უფრო სუბუქი ვარჯიშია რომ აი რაღაც აერობიკის პონჩი ხო იცი? ჩაჯდომები, სირბილი, თვითონ სირბილი. მე მგონი დილით არ არის რა სასადრობო რა. ანუ კი არის, მაგრამ საღამოს უფრო ეფექტურია. იატაკი თუ მაი. შო დაგეწყო. სანდოხურები. ხო, მაგრამ დილით ადგომაც უნდა შეგეწოს. ჩვენთვის ძალიან რთულია 7 საათზე ადგომა. ეხლა ამ ეტაპზე მინდა რომ მივეჩვიო, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით 9-ზეც ძლივს ვდგები. არა, ციოთ რა, იგე. საერთოდ როცა ხოლმე რეალია შეცივდება.
და ისე კაი არის. გამოიგი რამდენ დროს იგებ 7-ზე ხო, წახვალ, აი 9-ზე მაგითო უნდა მოხვალ. კაი, ხო. ვარჯიში ნოლეული გაქვს და მიდი დავაი მთელი დღე შენია. ეხლა მაინც საღამოობით რო ვარჯიშობთ, ის საღამო ხანდახან რაღაც ხდება რა, ხან გახობიწევს, ხან რაღაცა და შეიძლება ჩავარდეს და გამოვტოვოთ და როცა დილით ვარჯიშობ 7 საათზე, ახლა რა ჩააგდებ 7 საათზე, არაფერი არ ხდება არასდროს. ყველა ვარიანტში არ გამოტოვებ და აი მაგ რო კაია დილით და რა ვიცი ვფიქრობ, ახლა ხო არ გადავიტანოთ მეთქი დილაზე, მაგრამ ჯერჯერობით ან ესე წინასწარ თუ გვეცოდინება რომ საღამოს არ გწალია, იმ დღეს შეიძლება დილით წავიდეთ. ხო, ეხლა ეგ როგორ გააცდინო მაგ კუჩი კი, მაგრამ ის ზოგადად ორგანიზმისთვის როგორ არის უკეთესი. დაწერეთ აბა ვინც ვარჯიშობთ, როდის ვარჯიშობთ დილით თუ საღამოს. თუ არა აქვს მნიშვნელობა. თუ ვაფშე აზრი არა აქვს ვარჯიშს და მიყოს კაცმოხილი. კეიფს და ჭამასას. არა. ეგრე არ იქნება. მაგრამ არის ხოლმე ეგეთი პერიოდებიც რომ ავიშვებთ ხოლმე და ხანდახან კუჩის ვარჯიშიც კაი. კუჩის ვარჯიში. კუჩმაც უნდა ივარჯიშოს. ეხლა დღეს ხორშებათია. ეხლა დღეს ისა, ხო? რომელ საათზე წავიდეთ? სადღაც 5-ის კემი. მეტი წიმა არ იქნება. ისეთი საათი სავარაუდოდ იქნება. და გამოვნახოთ დრო. ვაცდის ხოლმე როგორც ასე ხო იცი. მოვდივართ მე დასწრებს. ხო, დღეს საჭმელს ვაკეთებ ბორშს, წუნიანს, ხორციანს. რა სიტყვა? დაბოლოება კარგი. ხორციანი მე უკვე იმას ვქეთა რაღაც მიყურებ. კონტროლკა გავაკეთებ, რომ არ თქვა. კარგი ხანი არ გიჭამია, კარგია. ხო, ბორში მართლა დიდი ხანია არ გიჭამია და უკვე მომენატრა. ხო და კიდე რა ვიცი, შემიძლია ეს ახალი კარტოფილი რო ვიყიდეთ, ეგეც შემიძლია რომ შოწა შენ არ გიყვარს დიდად, მაგრამ ბავშვებად მიირთით. ბავშვებს კითხავ, აბა დღეს თუ შეჭამენ, დღეს თუ მიირთმევენ, გავაკეთებ თორე და ეგ ხვალისთვისაც შეიძლება. ხვალ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. ვინ თამაშობს? ვინ წინაპირას ითამაშა? არსენალი? კამეორე. სიტი? არსენალი ატლეტიკო და ბავარია პესაჟი. ხვალდაზე კარგად შეუჩდება კაცი. ლუცაც როსოლა ვაფშე. დიდი უდის მოყარული მოლაპარაკობ ერთი. ერთი ციკა ხანდახან კაი არის. ორი. ამ ზაფხულს ფეხბურთის ციებ-ცხელება გვექნება. გვექნება, მაგრამ მგონი ამერიკაში მაგრამ ვერ ვიყურებ. გვიანარი თამაში. რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს. 6 საათზე იქნება ხოლმე ბევრი თამაში. მაგრამ ზოგი რაღაც ნაწილი იქნება საღამოთიც ალბათ. მაგრამ რა არის, იცი გუშინ ამბობდნენ რომ ისა პირველ მარხმა ვერ შეიძინა. მართლა არ იქნება იქნება გაიშუქებინა და ვიღაც კერძო კომპანია მიყიდა. ეგ კერძო კომპანია ხა რა ვიცი. შეიძლება ეგეთი რაღაც ფასიანი გახადო. აი ხა ხო რაღაც UFC შუბებს რა ჩვენ მე ხოლმე რაღაც რაღაც რო ვეძებთ. ზედან და სპორტ კომზე არის თუ რაღაცა. საიტებზე. დავეძებთ ხოლმე და მაგრამ ეგრე თუ იქნა ნაღდათ არ დავუწყებ მაგას ზებნას რა. სოფლიო ჩემპიონატია ხა გააშუქო ისე რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. პირველ მარხმა რატო ვერ ვიყიდე? არ ვიცი. ესეთი მნიშვნელოვანი. არ ვიცი მაგრამ როგორ ხდება საერთოდ მაგის შეძენა. მე მეგონა ყველა ქვეყანას ჰქონდა უფლება რომ სოფლიო ჩემპიონატი უფასო გაეშუქებინა. რაღაც ახალი რაღაცები. იქ ძალიან ცუდი იქნება ხო თუ არ იქნება ხელმისაწვდომი ადვილად დაუწყებს მაგას ისე ძებნას ხა ყოველ წუთში ყოველ დღე იმდენი თამაშებია ხო თავიდან ახლა ის ხო არის რაღაც რომელიღაც ქვეყნაში და ჩემპიონატი სოფლიო ჩემპიონატია მუნდიალია
აი, ამაგის დედავა. ესე იგი საქართველო რა ხან რატო კი მაგას სოფლიო ჩემპიონატი, რომ უყუროს სოფლიო. გაიგე, საქართველო რა ხან არ იყოს მონაწილეობს, გავიგუტეს. არა, როგორ ყურება ხო ყველას უნდა და მაგრამ მეც საქართველოს ვიზა არც არასდროს არ მეც მინდა. ხო მაგაში მონაწილე. თუ არა ჩვენ ეს რაღაც ხო და რა ვიცი აბა ნახოთ როდიდან იწყება ივნისში ხო ივნისში ეს არა დაიწყებენ მე მგონი ამინდია სული და ხვალიდან შეგვიძლია ისე მაისში ევროვიზია მეგობრებო მე მგონი 12 მაისს იწყება და მინდა ყურება თუმცა წელს ჩვენი ისინი მე მგონი დიდად არ ვიცი არ მაქვს ნახის იმასვე ვკითხე მაგრამ რაღაც ესე ყური მოვკარი დიდად არ მომეწონა ჩვენები ბზიკები სხვა საქმეო არაფერი გაქვს ჩისტა მაგონში არა მე მოყარს ევროვიზია მე და ბავშვებს გვიყვარს ძალიან ინტერესით ვუყურებთ ხოლმე და თან ბევრ რაღაცას ჰიტებს მე ჩვენ პლეილისტში გადავიტანთ ხოლმე და რაღაცა ცოტა ხანი ვუსმენთ ბევრი ჰიტები ჰა შეიძლება 1-2 სიმღერა გაიჩინოს შეიძლება ცოტა ხანი ვუსმენთ ხოლმე მაგრამ მე უკვე ძალიან ყელში მაქვს ხოლმე და მე აღარ ვუსმენ თავიდან აი პირველი პერიოდი ამით შეგან არ არის ხო არის ხო მაგრამ მე მგონი არ არის ისეთი კაი სიმღერა ვიწოვიდა ბზიკები ოი ეგენი იყო ადრე იმაში საბავშვოში და ხო დიდები იმაში წავიდნენ კონკურსში და გაიზარდნენ მოკლედ მოიგეს მაგათი სიმართლე გითხრათ კარგად არ მომისმენია უბრალოდ ყური მოვკარი რა და ბავშვი შემოიგეს ჯერ არ ვიტყვი რომ მომწონს თუ არ მომწონს მე მგონი რომ არ მომწონს ხო მაშინ მოიგეს აცდილია აცდილია მაგრამ ეხა არ ვიცი უბრალოდ საინტერესოა ხოლმე რა ასე რომ ესეთი ამბები მაისში დასვენების დღეები შაბათ-კვირას დაიმთხვა სამწუხაროდ დასვენების დღეები 9 მაისი და 17 მაისი 17 მაისი რა არის ოჯახის დღე 17 მაისი ხო ხო დასვენების დღეებს შემოიღეს განაირად 9 თუ არის შაბათია და 17 კვირა? კვირა 17 არის კვირა და 9 არის შაბათი წარმოიდგინე რა ამ ბავშვებს არ გაუმართლოთ აი და ისედაც როცა უნდა მაშინ დადიოდნენ და ერთი მაგათ დასვენება ხო მაგრამ ესე ოფიციალურად როცა იცივე დასვენება სხვა შეგვიძლია და ბოლია თუ მიჩვენება ბოლია მაგას უყურებ მეც ვინმე და დაიწვევს მაგრამ ნახე 12 მაისი მაინც არის დასვენება და 26 მაისი ორივე სამშაბათია და დასვენებაა. Так что მაინც არის მაისი მიყვარს მაისი ბევრი დასვენებები. რომელ თვეში არ არის ბევრი დასვენებები ჩვენთან. ჩვენ ქვეყანა გვაქვს დასვენების ზედ. აი ივნისში არ არის. არა ივნისში ისედაც ივნისში არავინ არ დადის მოკოლაში. რაღაცნაირად ძალიან მოსუსტა ბავშვი ეს სკოლის და განათლების სისტემა. კი. იმის მაგიათ რაღაც უკეთესობისკენ მიდიოდეს. ჩვენ დროს ეხა იგივე ჩვენ დროს თუ შევადარებთ რა სამყარო. ანუ ეგრე რაღაც მართლა თუ არ მკვდარი თუ არ იყავი რაღაც ძენია. სიცხე თუ არ მქონდა ოფიციალურად აი თერმომეტრზე უნდა ყოფილიყო 27. სიცხესაც გააჩინა 27-ზე რა ისე იყო. 27. არა, ჩემთან კი 27 თუ იყო ხსნილი მქონდა. ეხა გაცდენა. ეხა გაიგუძენ დილით მოვლენ შენთანაოდე დღეს არ წავა რა. რატო შვილო რატო? ეგ ჩვენ ვართ ეგეთი მშობლები. არა ყველა ესე არ აცდენებს. აცდენიება მეგობრებო. ეს სკოლაში არაფერს არ ეუბნებიან. მოხვედი, კაია, არ მოხვალ, უფრო კაია, უკეთესი. ეგრე არის. მასწავლებლები. ო რა, რაღაცა ისე არის.
ჩვენ დროს ეგრე არის ხო გააცნედი მეორე დღეს მიდიოდი მასწავლებელს გეკითხებოდა რატო ვარ ხომ გუშინ ჯოხაზე ესე და უკვე ის ქონდა შეიც ხო ხო შენთანაც რაღაც სინდისი გაწოხდა ხო და თქვათ მართლა ყდარი თუ არ იყავი მიდიოდი მაინც რა ეკი ალბათ სკოლასაც გააჩნია საჯარო სკოლებში ესეა ყოველ შემთხვევაში ხო კერძოში არ ვიცი ჩვენ კერძოსთან შეხება არ აქვს საჯაროში ესეა კერძოში მით უმეტეს ეგრე ფულს იხდი თუ გინდა ვაფშე ნუ მოხალე მარა სულ აშინებენ ნატალის კატის გამოცდები და ბავშვი დასდრესილი მოხდა ნატალის უყავს კატები მე ჩავა კატის გამოცდები იქნება აუ ნატალი მაგაზინი რიულობს არა ნერვიულობს კი მაგაზე ძალიან ნერვიულობს არა ცუდია რაღაც დამოკიდებულება უნდა გქონდეს ბავშვს რაღაცის გამო უნდა სკოლაში მისვლა რა ვიცი ან ხათრის გამო სიყვარულის გამო პატივისცემის გამო ეხა მიზეზი არიან რა რაღაცა თუ წაედო ახლოს აი გახედა და ერთი ცალი ღრუბელი ცუდად იყურება მოდი არ წავალ ეგრე არის სერიოზულ მიზეზებზე არ აი ეხა ის ღრუბელი ხო ნახეთ იყურება არ გაუშვ ჩვენ მეგობრები რო გენახა მაგიტო მაინც გინდოდა მისვლა სკოლაში ამათ სახში ყავთ ის ChatGPT ეხა მომავალ წელს მარიტა მინდა რომ გადავიყვანო რაღაც სხვანაირი ის არის კოლეჯი თუ რა ქვია პროფესიული კოლეჯები ქვია რა 2 წლიანი პროგრამა სკოლებში რაღაც სხვა განხრით და ეხლა მაინტერესებს ამ უნდა მივიდე ხა ამ თვეში გავარკვიობა რა ხდება როგორ ხდება როგორც ვიცი სკოლის ატესტატს აძლევენ ჩვეულებრივად მაგრამ თან რაღაცა სერტიფიკაციაც აძლევენ რაღაც განხრით აი მაგალითად გრაფიკული დიზაინი ხო უნდა მარიტა ამ გრაფიკული დიზაინის სერტიფიკაციაც მისცემენ პლუს სკოლასაც დაამთავრებს ატესტატსაც თან ხო კარგად ანუ ჩაუტარდება ყველაფერი ოღონდ ძირითადად აი ამ კომპიუტერულ რაღაც გრაფიკულ დიზაინზე იქნება აქცენტი გაკეთებული. თუმცა ქართული და მათემატიკა და ესეთი საგნებით ჩაუტარდება, მაგრამ ცოტა ნაკლები დოზით. ატესტატსაც მისცემენ? ატესტატსაც მისცემენ, კი, მაგრამ მაინც უნდა დავაზუსტო ახლა. პირდაპირ არ გადავიყვანო, მე რო კონკრეტ მისაყვანი არ გამიხდეს. მივიდე, უნდა დავაზუსტო ეს ყველაფერი. და სავარაუდოდ მარიტას გადავიყვან. და იქ კი უკვე აღარ იქნება ეგრე, იქ მართლა უნდა იარო. ძალიან კარგი მე რაღაც გამო მიდიოდეს რა ბავშვი თვითონ ხო თვითონაც უნდა სხვა შორის ანუ ვატყობ რა უნდა რომ რაღაცა გაიგოს და ისწავლოს და ძალიან უხარია იმედია რომ გამოვა ეხა ეგ ამბავი ნაშ გახედე ვიყურები არ ჩანს დარეკე სადღაც 112-ში რაღაცა ხენი ავედი მე გამშვიდობა. რაღაცა ბოლია მეგობრებო. მოკლედ, ესეთი ამბები, ესეთი დილა, რუბლიანი. და ჩემი დღე კი დაიწყო. დღეს მაქვს გასაკეთებელი, როგორც უკვე თქვი, წვნიანი, გემრიელი წითელი ბორში მინდა რომ გავაკეთო. ვიდეო მინდა რომ გადავიღო. და რა თქმა უნდა გიტვირთოთ. რა ვიცი, მინდა რომ ვიაქტივრო. ხო, სახლის საქმეებით მაქვს გასაკეთებელი, რაღაცები მისალაგებელი, მოსალაგებელი. და დანარჩენი ვნახოთ, აბა როგორ წავა. დღე და აუცილებლად კიდევ უნდა გავიდეთ საღამოს სავარჯიშოთ. ეგეც ეხა არ ვაგდებთ მაგას და მინდა რომ ეგრე გავაგრძელოთ. აი ესეთი ამბები. ძალიან დიდი მადლობა ჩემოძვირფასებო რომ ჩემთან რჩებით. მე კი ეხა დაგემშვიდობებით და აბა დროებით მომავალ ვიდეომდე.